სამყარო მშვიდობის სამეგობრებო, თქვენ ტაროს ხელოვნების გვერდზე მოხვდით, ჩემი სახელია მარია და დღეს მე გთავაზობთ 2026 წლის პროგნოზს თითოეული თქვენთაგანისთვის, რომელიც იქნება პრაქტიკული გიდი, პრაქტიკული წამყვანი იმისათვის, რომ ეს წელი გაიაროთ, რაც შეიძლება ნაყოფიერად და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც მომდევნო პერიოდების განვითარებისთვის იქნება თქვენთვის ხელსაყრელი, აი ეს მომენტები არ გამოგრჩეთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ 2026 წელი იქნება მსვლელობის და ცვლილებების პერიოდი განვითარების. გადავხედოთ ჩვენს წინა პერიოდს 2025 წელს, პერიოდი, როდესაც იყო გადახედვის, შეხედვის და შეჯამების პერიოდი, რა ხდებოდა ჩვენს სივრცეში, რაღაც გარკვეულ საკითხებს უნდა მიიღოს სრული ფორმა, ჩამოყალიბებულიყო და მისულიყო ერთ აზრამდე, გადაგვეხედა ჩვენი გავლილი ცხოვრებისთვის, გადაგვეხედა რა გავაკეთეთ ამდენი ხნის განმავლობაში და რისთვის ვიშრომეთ და დაგვენახა ამ ყოველივე შედეგები, რისი მიღწევა შევძელით. რაც შეეხება 2026 წელს, 2026 წელი გვაძლევს შესაძლებლობას მსვლელობის, გვაძლევს შესაძლებლობას მოქმედების და ახალი სტრატეგიების შედგენის. 2026 წელი ფაქტობრივად პერიოდია ცვლილებების, რომელიც იქნება ჩვენ და თავად გამოწვეული, ჩვენიდან გამომდინარე მოქმედებებით გამოწვეული, რაც წარსულში არ მოგვეწონა და წარსულში დავტოვეთ და გავიარეთ და კი ბატონო, ეხლა გადავდივართ 2026 წელს, უკვე ახალი ენერგიებით, ახალი შემართებით, გამოთავისუფლებული ენერგიით, რაც ყველაზე მთავარია და ახალი ფუნდამენტური იდეების მოსulis შესაძლებლობაც კი გვეძლევა. არქეტიპულად 2026 წელი განასახიერებს როგორც ბორბლის, ისე მაგის ენერგიას. ეს ორი არკანის ენერგია არის როგორც დიდი ცვლილება და ტრანსფორმაცია, ამავდროულად მოქმედება, შექმნა და ქმნადობა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად დაფასებული იქნება ნებისმიერი ტიპის ბიზნესი, ნებისმიერი ტიპის შრომა, რომელიც საკუთარი ფანტაზიით და იდეიდან იქნება წამოსული, ამავდროულად არ გაგიკვირდეთ ბევრი ხელოვანის გამოჩენის და წინა პლანზე წამოწევის ამ პერიოდის მანძილზე იქნება ეს უკაცრავად და უნიჭოთ ნიჭიერი სპეციალისტების, რაღაც საინტერესო, მოდი ესე ვიტყვი, პრაქტიკოსების, საინტერესო სხვადასხვა უნარებში გათვითცნობიერებული ადამიანების სახეებს ვიხილავს ჩვენ შემოწირფასებო ამ წელს, ვინაიდან და რადგანაც ახლა ზუსტად გამოჩენის დროა. ეს გამოჩენა იქნება ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ რამდენადაც ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს, იმდენად ნაკლებად სანდოპიროვნებებს, იმიტომ რომ აქ ყურადღება გვმართებს ადამიანის გამოცდილებაზე, ყურადღება გვმართებს, რას გვაჩვენებს ადამიანი და რეალურად რაც ცოდნა გააჩნია, ხო? იმიტომ რომ აქ მოტყუების ალბათობა ძალიან იზრდება. მაგის არკანი რამდენადაც ძალიან კარგი სპეკულიანტი, რამდენადაც ძალიან კარგი თვით წარმოჩენის უნარით გამოჩენილი პიროვნება, იმდენად შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც არ აქვს მაინც და მაინც დიდი ცოდნა, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ძალიან კარგი საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი საზოგადოებაში, აქვს კარგი საუბრის მანერა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ასეთ ადამიანებს აქვთ უდიდესი პოტენციალი განვითარების, თუ კი შეძლებენ და დაიჭერენ საკუთარ ეგოებს, ხო? თუ კი შეძლებენ და დაიჭერენ საკუთარ სურვილებს წარმატების და უფრო მეტად ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ რეკლამაზე კი არა და პრეზენტაციაზე, არამედ რეალურად იმაზე, რამდენად კარგად ფლობენ ცოდნას, რომელსაც აზიარებენ და რომელსაც თავაზობენ სხვადასხვა ადამიანებს. ეს გარდამტეხი ეტაპი იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის, როგორ შეგვიძლია ჩვენს საქმეში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ნებისმიერ პროფესიაში, რამდენად პროფესიონალი ხართ თქვენს საქმეში. იმიტომ რომ წლის ბოლოს გვექნება გარდამტეხი პერიოდი. პირველი ნახევარი იქნება ასეთი ადამიანების გამოჩენის, ნიჭიერი ადამიანების გამოჩენის. მეორე ნახევარი კი რეალური სახეების დანახვის, რამდენად კარგი პრაქტიკოსია. ნებისმიერ საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანზე საუბრობთ ახლა. მაგრამ სამაგიეროდ როგორ შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის ადამიანს მოვამზადოთ ამ პერიოდისთვის. პირველ რიგში ყველაფერი რაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ არ გვაძლევს განვითარებას, ყველაფერს რასაც ვგრძნობთ, რომ აღარ გვემსახურება, თუ კი დაუშვეთ რაღაც გარკვეული პროფესიით იყავით აქამდე დაკავებული და გრძნობთ, რომ ეს მაინც და მაინც თქვენი არ არის. შეიძლება ბევრი წელიც და შრომას ჩადეთ ამ ყოველივეში, მაგრამ ვერ გრძნობთ, რომ ეს სათქვენოა, ხო?
ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ დროა ეს იყოს პირველი გააზრება იმისა, რომ დროა რაღაც ცვლილებები განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ დაპაუზდეთ ერთ და იგივე ადგილას და არ იტრიალოთ ერთ და იგივე მარყუში და თავიდან გაიაროთ ზუსტად იგივე საფეხურები, რომელიც უკვე გამოიარეთ და იყო არაფრის მომცემი თქვენთვის. თუმცა თუ კი თქვენ არ ხართ მაინც და მაინც წარმატებული თქვენ სფეროში, მაგრამ თქვენ გრძნობთ, რომ ეს პროფესია ნამდვილად თქვენია, მოგიწევთ გადახედოთ სად დაუშვით შეცდომები თავის დროზე, რა გააკეთეთ არასწორად, რა არ მოგეწონათ, რა მოგეწონათ. რისი შეცვლა შეიძლება, იმიტომ რომ მოგეცემათ შანსი თავიდან გაიაროთ პროცესი. მოგეცემათ შანსი ზუსტად სადაც შეგეშალათ იქიდან განაგრძოთ თქვენი პროცესის ბრუნვა და გამოასწოროთ საკუთარი ესე თუ ის შეცდომები და გაიაროთ უფრო საინტერესოდ, უფრო ნაყოფიერად და რა თქმა უნდა, ასე უფრო ეფექტური აღმოჩნდეს თქვენთვის ეს კონკრეტული მიმართულებები, ვიდრე დაუშვათ აქამდე ამას ახერხებდით. და ამისათვის დაგჭირდებათ ძალიან კარგი მრჩეველი, რომელიც მიგითითებთ რა იყო აქ მინუსი, თუ კი თავად ვერ ახერხებთ ამის გადახარშვას, ხო? დააკვირდით, თუ კი ცოტა ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ნაკლებად კრიტიკოსია საკუთარი თავის მიმართ, კითხეთ ჩვენს თანაკოლეგებს რჩევა, რა არ მოსწონს თქვენს საქმიანობაში. ან როგორ შეაფასებდა თქვენს საქმიანობას, ოღონდ ეს უნდა იყოს დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს უწრფელი ადამიანია, იმიტომ რომ შურით მოსურნი ადამიანების და ასე რომ ვთქვათ, ვითომ კეთილის მსურველების რჩევები აქ არაფერში არ გამოგადგებათ, იქეთან გამომდინარე, რომ პირიქით შეიძლება ხაზი იმაზე გაგისვათ, რომ ეს ყველაზე კარგად აკეთებთ და რეალურად უნდათ ამით თქვენი ჩამოშორება. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღების და ნებისყოფის გამოჩენა მოგიწევთ პირველ რიგში ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ეს წელი იქნება ახალი გზების, ახალი მიმართულებების არჩევის პერიოდი, ან თქვენს კარიერაში ახალ საფეხურზე ასვლის პერიოდი. ამავდროულად, საკუთარი ძალაუფლების აღდგენა მოგიწევთ. თუ კი თქვენ გრძნობთ, რომ კონკრეტულ საკითხში ძალაუფლება დაკარგეთ, კონკრეტულ საკითხში გავლენა დაკარგეთ, ამა თუ იმ მიზეზების გამო არ აქვს ამას მნიშვნელობა, დრო იქნება აი ეს გავლენა თქვენი აღადგინოთ ოღონდ ჯანმრთელი მეთოდებით და არათუ სპეკულიანტობით და არათუ მატყუარობით და გავითურებით, ხო? არამედ ეს უნდა მოხდეს მაქსიმალურად ესე რომ ვთქვათ, სამართლიანად, იმიტომ რომ აქ ბედის ბორბალი ძალიან მკაცრად ტრიალებს ჩემი ძირფასება, იმიტომ რომ აქ კარმა წლევანდელ პერიოდში იმდენად სწრაფად იმუშავებს, როგორც აქამდე არ უმუშავია. იმიტომ რომ ეს არის ბორბლის პერიოდი და ბორბალი ყოველთვის ხედავს ჩვენ სად ვწდებით. შესაბამისად, პასუხიც არ დააგვიანებს ამ პერიოდის განმავლობაში და წავა ესე რომ ვთქვათ, კარმული საჩუქრების დარიგებათვის საშუალების არ აქვს ამას მნიშვნელობა. თუმცა ჩემი პირადი გადმოსახედით არ არსებობს კარმული საშუალები, არსებობს მხოლოდ გაკვეთილები, რომელსაც ჩვენ გავდივართ იმისათვის, რომ სწორ გზებზე დავდგეთ საბოლოოდ და გადავხარშოთ კონკრეტული საკითხები, რასაც აქამდე შეიძლება ვერ ხედავდით ისე, რომ დაუშვათ აღვიქვა, რომ ჩვენ აქ რაღაცა გვაქვს შესაძლებელი და არამედ ჩვენ შეიძლება აღვიქვავდით ესე, რომ იცი რა, სამყარო ხო არ დამენდურა, ხო არ განაწყენდა ჩემზე, ხო არ მსჯის რაღაცის გამორით დავიმსახურე ეს პრობლემა, როცა რეალურად მაქსიმალურად შეიძლება განიშნებდეთ სამყარო იმაზე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და დროა, სადღაც თქვენი შეხედულება ან თქვენი მოქმედება შეიცვალოს კონკრეტულ საკითხში, რასაც პრობლემა გექმნებათ იმ ვითარებაში. ამავდროულად, ახალი წამოწყებები აქ ძალიან კარგი იქნება, თუ დაუშვათ გექნებათ სურვილი და წამოიწყოთ ახალი ბიზნესი, ახალი იდეები, შექმნათ რაღაც საკუთარი კარიერობრივი საფეხურები, ხო, აი შეიძლება დაუშვათ სისტემური ნაწილი თქვენთვის არ მუშაობდეს, მაგრამ მუშაობდეს ბიზნესის ნაწილი, კრეატიულობის ნაწილი და ამ მიმართულებით გქონდეთ ძალიან კარგი განვითარების შესაძლებლობა და უნარი, იმიტომ რომ ეს წამოწყება თქვენთვის იქნება, ფიქრობ, საინტერესო, თუ პირველივე ჯერზე გამართლებული არა, შემდეგ ჯერზე აუცილებლად ეცადეთ სწორი მიმართულება იპოვოთ თქვენთვის, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რაღაცაში ნიჭიერი არ ხართ, მაგრამ აი ამ კეთების პროცესში გამოიჭიროთ, სად ხართ ყველაზე ნიჭიერი, რა გამოგდით ყველაზე კარგად და ამას მიყვეთ ბოლომდე. ამავდროულად, კარმის გააქტიურება ამ პერიოდში მნიშვნელოვანი წილად საგრძნობი იქნება, მე ესე ვიტყოდი ყველა ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ თუ ვამბობდით, რომ წინა პერიოდი იყო კარმული, მერწმუნეთ წინა პერიოდი ამასთან შედარებით არაფერია, ეს მხოლოდ გადახედვა და შეჯამება, დანახვა რეალობის, მაგრამ
2026 წელი იქნება უკვე პასუხი რეალობაზე, რომლის წინაშეც დავდექით სხვადასხვა საკითხებში. ჩათვალეთ, რომ ამ პერიოდის მანძილზე არა მხოლოდ ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში, არამედ კოლექტიურ ცნობიერებაში იხილავთ ძალიან საინტერესო პასუხებს მე ესე ვიტყოდი, ისევე როგორც ქვეყანაში, ისევე როგორც პოლიტიკურ სტრუქტურებში, ისევე როგორც სამოქალაქო სტრუქტურებში, პასუხებს ვინ რა როგორ დაიმსახურა რეალურად. და ეს იქნება ზოგისთვის მოულოდნელი, ზოგისთვის უეცარი, ზოგისთვის არაბუნებრივი, მაგრამ ეს მოხდება. თქვენ ამას ძალიან ნათლად დაინახავთ 2026 წლის განმავლობაში, დალაგდება ყველაფერი იმ მარყუში, რომელიც რეალურ ბალანსს აღადგენს მსოფლიოში და არა მხოლოდ სამყაროში, არამედ თითოეულ ჩვენ პიროვნებაში და ადამიანში. ჩათვალეთ ეს პერიოდი გეძლევათ იმისთვის, რომ ისწავლოთ თქვენი შინაგანი დემონების დანახვა და ნათელ ობიექტებზე. შეიძლება თავიდან გაგიჭირდეთ იგრძნოთ როგორ დავაბალანსო ჩემი ბნელი და ნათელი მხარეები ერთმანეთთან. თუ დაგჭირდებათ ამაზე მუშაობა, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემს YouTube არხზე და მიყვეთ მედიტაციას, რომელიც მე ჩავწერე თქვენთვის 2025 წელს, როგორ უნდა დააბალანსოთ თქვენი ბნელი და ნათელი ენერგიები ერთმანეთთან. ძალიან მაგიური მედიტაციაა სხვათა შორის და გირჩევდით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოთ, იმიტომ რომ ეს რეალურად დაგეხმარებათ თქვენი თავის ჰარმონიზაციაში. ამავდროულად ყურადღებას გავამახვილებ რაზე? ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ახალი კავშირები 2026 წლის განმავლობაში. თუ კი წინარე პერიოდებში ძალიან ბევრი მეგობარი დაკარგებს, ძალიან ბევრი კოლეგა და პარტნიორი დაკარგებს თქვენი სივრციდან, არ გულისხმობ რა თქმა უნდა გარდაცვალებით დაკარგვას ამ შემთხვევაში, ეს კარები გაიხსნა თქვენთვის იმისთვის, რომ შემოვიდეს ახალი ნაცნობობა, შემოვიდეს ახალი კავშირები, საინტერესო კავშირები პირველ რიგში, რომელიც უშუალოდ თქვენს იდეებთან იქნება დარეზონირებული და რეალურ შესაძლებლობებს და შანსებს შემოგთავაზებთ თქვენი საქმის განვითარების. შეიძლება აქამდე გეძლეოდათ ისეთი პარტნიორები, რომელიც არ იყო ბოლომდე რეზონანსული თქვენ საქმესთან, თუმცა ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა გაარჩიოთ პარტნიორები ერთმანეთისაგან და რა გჭირდებათ, როგორი პარტნიორი გჭირდებათ რეალურად, რა სიტყვით მათგან და ამის მიხედვით უკვე სწორად მოხდება მათი შერჩევა და შესაბამისად შეძლებთ გაფილტრას, რომ ყველა შემოთავაზებას იმ წამსვე არ დათანხმდებით მხოლოდ იმიტომ, რომ დაგინახეს. იგივე ეხება პირად სასიყვარულო ურთიერთობებს, აქ არ იქნება დათანხმებული პირველივე შემოთავაზებები, არამედ ჩათვალეთ ძალიან დიდ ფილტრში იქნებით გატარებული, იქამდე სანამ რაიმეზე თანხმობას მიიღებთ. თქვენს იგივეს გირჩევთ შემოძერფასებო, ძალიან კარგად შეაფასეთ მომენტი და თქვენი გამოცდილება იქამდე სანამ რაიმეს დათანხმდებით, იმიტომ რომ თქვენს გამოცდილებაში უკვე არსებობს სწორისა და არასწორის გენერირება, ხო? გარჩევა შეგიძლიათ ამ ყველაფრის ერთმანეთისგან და ბევრ ადამიანში უკვე იქნება ჩამოყალიბებული რა მინდა მომენტი, თუმცა თუ ჯერ კიდევ ეს თქვენში არ არის, მე გირჩევთ რომ ამ წელს იმუშაოთ ამ ყოველივეზე იმისათვის რომ დაეციოთ მოვლენებს და არ ჩამორჩეთ ესეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ მე შეიძლება უკან მოიხედოთ და იფიქროთ რომ ხა ეს ხალხი ჩემზე წინ წავიდა, მე რატო ჩამოვრჩი? იმიტომ რომ თქვენ ამ ყველაფერზე არ გიმუშავიეთ, მათ კი ეს გააკეთეს, ამიტომ იქამდე სანამ თქვენ ისვენებთ და ფიქრობთ, ადამიანები ვითარდებიან. ეს არასოდეს დაგავიწყდეთ. დრო არასოდეს არ გველოდება, იმიტომ რომ ის მუდმივად მოძრაობაში და განვითარებაშია, იმიტომ რომ ის რეალურად არც არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს უნდა დაიკარგოს წოლაში და არაფრის კეთებაში, ხო? მხოლოდ თავიდან მოვლენები არ წყდება, იმიტომ რომ ხანდახან მატერიაში ეს მოქმედებასაც საჭიროებს. მნიშვნელოვანია ასევე გავითვალისწინოთ კარიერული სტრატეგიები. სტრატეგიები, რომელიც აქამდე არ მუშაობდა თქვენთვის და ან ბოლო პერიოდი აღარ მუშაობს და აღარ ამართლებს, დროა ეს მიდგომა შეცვალოთ რადიკალურად. დროა
ახალი გეგმები დაისახოთ, ახალი მიზნები, ახალი სტრატეგია, როგორი მოქმედოთ. თუ კი თქვენ ხართ ინფლუენსერები, ბლოგერები, შეიძლება ხართ პოლიტიკური სტრუქტურის მქონე ადამიანები, ხო, აი მუშაობთ ისეთ საკითხებში, სადაც სტრატეგია თქვენთვის მნიშვნელოვანია. ის სტრატეგიები, რომელთაც აქამდე მოქმედებდით, უკვე აღარ მუშაობს, იმიტომ რომ თავზე ჩამოგემხოთ ეს სტრატეგია თითოეულ თქვენთაგანს. შესაბამისად, ახლა საჭიროა მიდგომის შეცვლა. მოусმინეთ, რა სიტყვენ თქვენგან. მოусმინეთ, რა არის, ესე რომ ვთქვათ, უფრო საინტერესო, ორივე მხარისთვის საინტერესო და რა იძლევა რეალურად შედეგს. რა იძლევა რეალურად განვითარებას კოლექტიურ სტოპიერში. ინდივიდებზე მაქვს აქ საუბარი, არა მხოლოდ მაინც და მაინც რაღაც პოლიტიკურ სტრუქტურებზე, არამედ ნებისმიერ სამსახურში, სადაც არ უნდა მუშაობდეთ და თქვენ იყენებთ სტრატეგიას, აქ დაგჭირდებათ ადამიანებზე მოსმენა, რომელიც თქვენ სტრატეგიებს მოყვებიან, იმიტომ რომ იქნება ეს ზოგისთვის საინტერესო, ზოგისთვის არ იქნება საინტერესო და თვალსა და ხელშვა თანამშრომლები არ შემოგელიოთ, იმიტომ რომ სტრატეგია სწორად ვერ გათვალეთ. აქედან გამომდინარე, მოსმენა ისწავლეთ თქვენი თანამშრომლების, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდში თქვენთვის და შეიძლება გადამწყვეტი ზოგიერთი კომპანიისთვისაც კი. ამავდროულად, საკუთარი მეს გამოკვეთა მოგიწევთ ლიდერულ ასპექტში. თქვენ მოგიწევთ დამტკიცოთ თქვენი თავი, თქვენი უნარები და შესაძლებლობები და დაიწყოთ ამითი მოქმედება. ეს არ იქნება საკმარისი მხოლოდ გაცნობიერების დონეზე. ეს უნდა იყოს უკვე პრაქტიკაში, მოქმედებაში გადმოტანილი, იმიტომ რომ თქვენ წარსულში შეიძლება დააგროვეთ უკვე დიდი ცოდნა. თუ ახალგაზრდები მიყურებ, შეიძლება ამ ცოდნას ახლა ესე რომ ვთქვათ, იღებდეთ, თუმცა თქვენში იქნება რაღაც კონკრეტული ნიჭი უკვე რომელიც გამოვლენას მოითხოვს მატერიაში, რომელიც დამუშავებას და განვითარებას მოითხოვს, რომ შემდეგში კიდევ უფრო საინტერესო იყოს, კიდევ უფრო გამოსადეგი და გამოსაყენებელი იყოს და რა თქმა უნდა თქვენს კი სიამოვნებად შემდგომ წლების შემდეგ რო გავა პერიოდი, რა იშრომეთ ამისთვის და რა გააკეთეთ რეალურად, ხო? ეს იქნება ძალიან ესეთი ნიშნულოვანი გადაწყვეტილებების პერიოდი, ნიშნულოვანი არჩევნების პერიოდი და ნიშნულოვანი გაცნობიერებების და მოქმედების სრულობების პერიოდები. ვილაპარაკოთ მოდი ასევე კარმულ არქეტიპებზე ამ პერიოდში. ეს არის ძველი კავშირების წყვეტა ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთან აღარ რეზონირებენ, აღარ ეთანხმებიან ჩვენთან დაკავშირებულ იდეებს, განვითარებასთან მოტივირებულ იდეებს, აღარ გვეთანხმებიან, ხო? სადღაც შეიძლება ინტერესის სფეროები გაიყო, შესაბამისად უნდა მოხდეს აქ დაშლა. ეს პირიქით განვითარებისთვის ხდება და არა იმიტომ, რომ ეს რაღაცა ცუდი მოვლენაა. არამედ ფარული მტრები გააქტიურდებიან მაქსიმალურად ამ პერიოდებში, ამიტომ ყურადღება გმართებთ კონკურენტებთან. შეიძლება აქ ზოგიერთთან იყოს კოლეგა, ნათესავი, მეგობარი და ასე შემდეგ, თუმცა ეს ნებისმიერი პიროვნება შეიძლება იყოს თქვენთვის, მაგრამ ყურადღება გმართებთ მტრებთან, შიგადაშიგ ხაფანგები არ წამოგიგონ თქვენს გზებზე, ხო? იმიტომ რომ გზებს ყოველთვის თან ახლავს ხოლმე ხათაბალები, იმიტომ რომ მარტივად ბორბლის პერიოდში საერთოდ არ ხდება რამის მიღწევა. ამავდროულად ხდება ენერგეტიკული წმენდები, ბევრად უფრო ძლიერი და აქტიური მათ შორის. თუ კი თქვენ საგვარეულო წმენდას აპირებდით, ეს არის არაჩვეულებრივი პერიოდი ამისთვის, იმიტომ რომ ბორბლის არკანი საერთოდ წარმოადგენს მამის ხაზს, მამისა და ჩვენი გენეალოგიის ხაზს, სადაც ყველაფერი იწყება. ნებისმიერი ნეგატივი თუ პოზიტივი ამ პერიოდში იქნება ყურადღება გამახვილებული თქვენს გენეტიკურ ხაზზე. საიდან მოდიხართ? ან სად აპირებთ გააგრძელოთ თქვენი გენეტიკური ხაზი? ამ წელს თუ აპირებთ დაქორწინებას, სწორად შეარჩიეთ თქვენი პარტნიორები, იმიტომ რომ ფაქტობრივად შემდეგი თაობის, შემდეგი 7 თაობის, მე ესე ვიტყოდი, ხაზს განაგრძობენ სწორედ რომ თქვენი პარტნიორები, იმიტომ რომ ეს ენერგიები იმდენად მძაფრი იქნება თქვენს ცხოვრებაში, თქვენთვის მკაფიო იქნება განსხვავება წინა თაობებსა და მომავალ თაობას შორის. ბორბლის პერიოდი მამის ხაზთან განსაკუთრებულად კავშირშია, იმიტომ რომ თქვენთან წინა პლანზე წამოიწევა მამის არქეტიპები, მამასთან დაკავშირებული
კარმული ასპექტები, რომლის დამუშავებაც თუ კი ჯერ კიდევ არ გიმუშავიათ ამაზე, მოგიწევთ თითოეულ თქვენთანგანს. შესაბამისად, აქ ბევრი საინტერესო რამე იქნება აღმოჩენილი, ბევრისთვის კი შეიძლება არც ისე სასიამოვნო მოვლენები გააქტიურდეს ამ პერიოდში, ხო? შესაბამისად, ამ ყოველივეზე მუშაობა იქნება აუცილებელი, თუ კი გსურთ, რომ თქვენ შედარებით მარტივად გაიაროთ ეს პროცესები. ასევე იწყება ახალი კარმული 9 წლიანი ციკლი, როგორც უკვე გითხარით, რაც გულისხმობს ზუსტად იმას, რომ ეს 9 წელი განაპირობებს ახალი ენერგიების ჩაშენებას. აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე. არამედ ეს იქნება საერთოდ ახალი პერიოდი, რაც აქამდე თქვენთვის უცხო იყო და არც კი გინახავთ. სხვადასხვა ძველ თაობებს შეიძლება ეს განსაკუთრებულად გაუჭირდეთ ეს პერიოდი, ვინაიდან და რადგანაც რადიკალური სხვაობა იქნება 90-იანელებსა და შემდგომი 9 წლის თაობის აზროვნებაში. ამიტომ შეიძლება ზოგმა პიროვნებამ ეს ცოტა ფსიქოლოგიურად რთულად აღიქვას, მე კი გირჩევთ, რომ უბრალოდ დააკვირდეთ პროცესებს, რომ ეს ყოველივე არ აღმოჩნდეს თქვენთვის რადიკალურად რთული. ამიტომ გირჩევთ, რომ ცოტა მაინც თანამედროვეობას წაყვეთ, იმიტომ რომ ძალიან გაგიჭირდებათ, თუ კი ასე არ მოიქცევით და დარჩებით წინამდებარე პერიოდში, ზუსტად იგივე ვითარება იქნება, რაც ახლაა შექმნილი 90-იანელებსა და ჯენზი თაობას შორის, ხო? შესაბამისად, ეცადეთ, რომ რაღაცეები გადააწყოთ თქვენს გონებაში შეხედულებები, იმიტომ რომ აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე. ასე რომ, დავაკვირდეთ ჩემი ძვირფასებო რა მოვლენების წინაშე ვდგავართ და მივყვეთ პროცესებს. ეს წელი ფაქტობრივად გზაჯვარედინია, რომ აირჩიო ვინ ხარ და რეალურად საით გინდა წარმართო შენი ცხოვრება. ახლა მოდი მცირეოდენი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევემზადოთ 2026 წლისთვის. პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ გაწყვიტეთ ძველი კავშირები, რომელიც დიდი ხანია უკვე გასაწყვეტია და თქვენ ინტუიციურად ამას ძალიან კარგად გრძნობთ, რა უნდა დაამთავროთ და არის შეიძლება გარკვეული მიზეზები, რის გამოც თქვენ დასრულებისგან თავს იკავებდეთ. ამავდროულად, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დაასრულოთ დასამთავრებელი საქმეები და არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ ეს 2026 წლის პერიოდში, ვინაიდან შეიძლება ამან დამატებითი საქმე გამოგეჩინოთ მთელი ამ 9 წლიანი ციკლის განმავლობაში, ხო? ასევე მოიცილეთ აბსოლუტურად ძველი ნივთები, რასაც გრძნობთ, რომ ნეგატიურ მოგონებებთან არის კავშირში, რასაც აღარ იყენებთ, რაც უბრალოდ დიდი ხანია გიდევთ და გადავიწყებული გაქვთ საერთოდ, რომ უფეს ბოლოს როდის გამოვიყენე. ან გაფუჭებული ნივთები, გატეხილი ჭურჭლები, ნივთები, რომელსაც საერთოდ არაფერში არ იყენებთ და ნივთები, რომელიც შეიძლება ცოტა მცირეოდენად, მაგრამ მაინც დაზიანებულია. გააშუქეთ ან გადაყარეთ ასეთი ნივთები. აღარ გადაიტანოთ 2026 წლის პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია გაწმინდოთ გარემო და ენერგია თქვენ სივრცეში, სადაც გიძინავთ. კარგი იქნება საკუთარ პირად ენერგიაზეც თუ იზრუნებთ და ჩაიტარებთ ენერგეტიკულ წმენდებს წლის ბოლომდე, იმიტომ რომ როდესაც ხდება ენერგიის განულება წელში, რა თქმა უნდა, სუფთა ენერგიით გადადიხართ მერე შემდგომ ახალ პერიოდებში. სახლის წმენდა აქ მნიშვნელოვანია, იქნება ეს გენერალური დალაგება, მარილიანი წყლით დასუფთავება მთლიანი სივრცის, როზმარინის წყლით იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ, ასევე შეგიძლიათ სახლში დაწვათ დაფნის ბოთლები იმისათვის, რომ ეს ძველი ნეგატიური აურა გავიდეს თქვენი სივრციდან და შეხვდეთ ახალ წელს სუფთა ენერგიით. ამავდროულად დაემშვიდობეთ ძველ შაბლონებს. ძველ შაბლონებს, რომელიც გაკავებთ ცხოვრებაში და ხელს გიშლით მიზნების მიღწევაში. შეიძლება ეს იყოს კარგი გოგოს როლი, კარგი ბიჭის როლი, კარგი დედიკოს როლი, ან შეიძლება იყოს რაღაცა kindly აი პიროვნება, რომელიც უარს ვერ ამბობს. თუ კი თქვენ ხართ ესეთი ადამიანი, რომელიც უარს ვერ ამბობს, მოგიწევთ აი ამ შაბლონებთან მუშაობა. სამგზავროდ თუ ხართ ესეთი ადამიანი, ვინც კონტროლს ვერ უშვებს ხელიდან, თუ ხართ ესეთი ადამიანი, რომელიც კულისებში ამჯობინებს ყოფნას, ან თუ ხართ ესეთი ადამიანი, რომელიც უფრო მეტ დროს რეკლამას უთმობს, ვიდრე სწავლას და განვითარებას, დრო ამ შაბლონებზე იმუშაოთ. ან თუ ხართ ის პიროვნება, რომელიც თვლის, რომ ადამიანი ფულს ვერ იშოვის, ასე რომ ვთქვათ, თუ კი მან მაინც და მაინც რაღაცა მახინაციებში არ ჩაერია, ხო? ამ შაბლონებს თუ დაამუშავებთ ახალ წლამდე, ან თუნდაც შემდეგ პერიოდში მერწმუნეთ,
შემდეგ პერიოდებში ეს იქნება თქვენთვის როგორც ასეთი ტრამპლინი, რაც შეიძლება მალე დაალაგოთ თქვენი პრობლემები. თუ ამ და სხვა შაბლონებზე მუშაობა თქვენთვის საინტერესოა, მე გელოდებით ჩემთან კონსულტაციაზე, RPT თერაპიაზე, რეგრესულ ჰიპნოზზე, იგივე ტაროლოგიურ სესიებზე, ენერგეტიკულ და სახლის წმენდებზე, როგორც საკუთარი თავის, ისე საგვარეულოსი და ისე თქვენი სივრცის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებებს. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში. მე კი დაგემშვიდობებით, შეგერგოთ ეს ინფორმაცია, იმედია საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის.